მოკლედ ავხსნი, რას ნიშნავს ნათესავის სული, ღვთაებრივი პარტნიორი, არხატი და მაგერანი. ნათესავს სულზე ვისაუბრებ ახლა, ზოგადად სულებზე, ეს როგორ არის? ანუ ნათესავის სული არის ის ადამიანი, რომელიც არის შენი მონადიდან. მონადაზე ინფორმაცია მიდევს ჩემს გვერდზე, დაყოფილი მაგგონი 6 ნაწილად არის. შეგიძლიათ გაეცნოთ. ანუ სული როდესაც იყოფა, ანუ ჩამოდის, იმ თავის პირველ წყაროდან ჩამოდის, გადის განზომილებებს, ზოგი იყოფა მე-11 განზომილებაში, მერე ჩამოდის დაბლა, ზოგი იყოფა მე-9-ში, ზოგი იყოფა მე-7-ში. და ჩამოდის ყველაზე დაბალ საფეხურზე, ანუ მესამე განზომილებაში, რომელიც არის ფიზიკური მდგომარეობა, სადაც ეხლა ჩვენ ვართ მესამე მე-4-ში. ესე იგი, ზოგი სული იყოფა მე-11, მე-9-ში, ზოგი იყოფა უფრო მეტი იყოფა მე-7-ში. ანუ მე-7 განზომილებაში იყოფა უფრო მეტი. და რას ნიშნავს ახლა ეს? მე-7 განზომილების სულები არიან მათ ეძახიან, ესე დაარქვეს ღვთაებრივი პარტნიორები. და დედამიწაზე, ანუ ახლა ჩვენს განზომილებაში, სადაც ჩვენ ვართ ახლა ფიზიკურ რეალობაში, როგორ ჩანს ეს და რა ხდება? ანუ ეს ღვთაებრივი პარტნიორები თუ იპოვიან ერთმანეთს, ისინი არიან ერთად ქმნიან რაღაცას. ანუ შეიძლება გინახავთ კიდევაც წყვილები, რომლებიც ერთად არიან და ერთ საქმეს აკეთებენ, ერთად ქმნიან რაღაცა საჭიროს. მაგალითად, ახლა ამ წუთასაც მახსენდება რამდენიმე წყვილი, რომელსაც ვიცნობ, რომლებიც ერთად აკეთებენ რაღაცას, რომელთაც რეალურადაც ვიცნობ. და ისეთებიც მახსენდება, ვისაც რეალურად არ ვიცნობ, მაგრამ ხედავ ქსელებში, რომლებიც რაღაცას ერთად აკეთებენ. ანუ ესენი არიან ღვთაებრივი პარტნიორები, რომლებმაც იპოვეს ერთმანეთი. თუმცა შეიძლება იყვნენ ისეთებიც, ვინც ერთ საქმეს არ აკეთებენ, მაგრამ არიან ღვთაებრივი პარტნიორები. შემდეგ რა ხდება, ანუ მე-9 და მე-11 განზომილება რას ნიშნავს? იქ გაყოფილი სულები, ანუ ისინი უფრო მაღლა გაიყვნენ და მერე ჩამოვიდნენ ამ მესამე განზომილებაში, რომლებიც ახლა მე-4, მე-5-ში გადავდივართ, ხო? ისინი არიან, მათ უფრო მეტი დანიშნულება აქვთ, უფრო რთული გასავლელი გზა აქვთ, ანუ შესაბამისად, ახლა მე-7-მდე უფრო ცოტა გზა არის გასავლელი, ვიდრე მე-9-მდე და მე-11-მდე, ხო? მათ ქვიათ არხატები და მაგერანები, ანუ გამოღვიძებული სულები, ქალები და კაცები, რომელთაც ეს რთული გზა აქვთ გასავლელი, რომ მივიდნენ იმ რაღაც დონემდე და აკეთონ რაღაც უფრო სერიოზული, უფრო მასშტაბურები. ხო, ის დამავიწყდა მეთქვა. ანუ იმ ღვთაებრივ პარტნიორებში, რომლებიც რაღაცებს აკეთებენ სასარგებლოს ადამიანებისთვის, ისინი შეიძლება არ იყვნენ გამოღვიძებული სულები. და მაინც, ანუ ეს ინსტინქტურად იპოვეს ერთმანეთი და მაინც რაღაცას აკეთებენ ერთად. თუმცა შეიძლება იყვნენ გამოღვიძებულებიც. და ამ შემთხვევაში, ანუ ამ არხატი და მაგერანების შემთხვევაში, ყველა ვარიანტში გამოღვიძებულები არიან. იმიტომ რომ უფრო მეტი გზა გაიარეს, უფრო დიდი ტრანსფორმაცია გაიარეს, უფრო ბევრი ფენები მოიშორეს და ესე ნელა ადიან მე-9, მე-11-მდე. ანუ მათი შეერთება უფრო რთულია, ვიდრე იმ ღვთაებრივი პარტნიორების, უფრო მეტი რაღაც აქვთ გადასალახი თავიანთ თავებში, უფრო მეტი გადასალახი აქვთ ზოგადად და უფრო მეტი დატვირთვა აქვთ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ და შესაბამისად უფრო მეტ რაღაცას აკეთებენ ადამიანებისთვის. ვიდრე ვთქვათ ის მე-7 განზომილების სულები.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა უფრო ცუდია და ვიღაცა უფრო კარგია. არა, ესე არის თავიდან გაწერილი და შესაბამისად მიყვებიან ამ ეტაპებს ნელ-ნელა. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, შეიძლება პიროვნების დონეზე მტკივნეულია, თუმცა არის რომ ერთ-ერთი პარტნიორი, ესე ვთქვათ, შეიძლება არც იყვნენ პარტნიორები, მაგრამ იპოვეს ერთმანეთი და ერთ-ერთმა ვარი თქვა, რომ არა, არ მინდა, მე ამას ვერ გავაკეთებ და დარჩა იმ ფიზიკურ სამყაროში, იმ ფიზიკურ დონეზე და არ აპირებს გაგრძელებას, ვთქვათ, სულიერად. ესეც ხდება და მეორისთვის, რა თქმა უნდა, პიროვნულ დონეზე ძალიან მტკივნეულია, თუმცა ის მეორე აგრძელებს ამ გზას. ხშირ შემთხვევაში ესე ხდება ხოლმე, იმიტომ რომ მართლა ძალიან მტკივნეულია იმ საფეხურების გასვლა და იმ დონეზე ასვლა. ხო, ეს როგორ იყოფა ესე სულები და ასეთი წყვილების შეერთება ახლა საჭიროა სამყაროსთვის, მათი ჰარმონიული ურთიერთობები მოქმედებს ყველაზე და ყველაფერზე, მათი ვიბრაციები მოქმედებს სამყაროზე, ირგვლივ მყოფებზე, მათი ფიზიკური შეერთება, ანუ სექსს გულისხმობ, ის ვიბრაციები, რაც ამ ჰარმონიული ურთიერთობების შედეგად, რომელიც გადადის მერე ფიზიკურ ურთიერთობაში და ხდება ამოფრქვევა ენერგიის, ძალიან მოქმედებს სამყაროზე დადებითად და ამიტომ ახლა სჭირდებათ ასეთი წყვილები და ამიტომ მიდის ინტენსიურად ტრანსფორმაცია ქალებში, კაცებში. და რაც უფრო მეტი იქნება ასეთი წყვილი ჰარმონიულად შეერთებული, ვიბრაციულად მაღალ დონეზე ასული, მით უფრო მარტივად და კომფორტულად გადავა სამყარო ახალ ვიბრაციებზე, იმ მეხუთე განზომილებაში. წყვილი ეს არის, ეს ჰარმონიული წყვილი რაღაცნაირად რაღაც ეტაპზე არის იმის გარანტიი, რომ გადახვიდე მეხუთე განზომილებაში. ანუ რატო წყვილის გარეშე, ანუ პარტნიორის გარეშე რატო არის რთული მეხუთეში გადასვლა? იმიტომ რომ როცა ერთ ვიბრაციაზე არის ორი ადამიანი, ის თავისთავად ერთმანეთს ეხმარებიან, თუნდაც იმ ტრანსფორმაციაში, სულიერად გაზრდაში, განვითარებაში და ერთად შეუძლიათ წყვილს გადავიდეს იქ. როცა მარტო ხარ, უფრო რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცის შეცვლა გიწევს. ფაქტიურად ძირფესვიანად უნდა შეცვალო, თუმცა იქაც რა თქმა უნდა ყველაფრის შეცვლა გიწევს, მაგრამ უფრო მარტივია, იმიტომ რომ მეორე ადამიანი გეხმარება. როცა მარტო ხარ, თავისთავად უფრო რთულია, ხო, ამ ყველაფრის მარტო გაკეთება. ამიტომ უფრო ძირითადად წყვილები გადავლენ მეხუთეში, თუ მარტო გადადის ადამიანი, ესე იგი ის უკვე ძალიან მაღალ დონეზეა, გონებრივად ალბათ არ ვიცი, გასცდა მე-11-ეს განზომილებას. თუმცა ფიზიკური დონე, რაც მოცემულია დღესდღეობით დედამიწაზე, მაქსიმუმი არის მეხუთე განზომილება. ამაზე უფრო დიდი განზომილება ფიზიკურ დონეზე მეტი არ არის. გონებრივად კი შეიძლება შორს წავიდეს უფრო ადამიანი. კარგი, ახლა ვიტყვი, მაშინ როგორი განსხვავება იქ რა ხდება. ნუ მე ჯერჯერობით მეოთხეში ვარ და იქ მაგრამ ანუ გრძნობ, ეხლა იმ მდგომარეობიდან რა მდგომარეობაც მე მაქვს, აქედან გამომდინარე გრძნობ, რომ ეს მდგომარეობა იქ უფრო გაუმჯობესებული იქნება კიდევ. ანუ რა ხდება? იქ არ არის ავადმყოფობები, ანუ წამლებთან საერთოდ არ გაქვს შეხება, ნუ სამწყობლებთან მით უმეტეს, ეს ყველაფერი არის ტრიდე მატრიცა და ცოტა ესე გადმომსვლელი მეოთხეში. არ არის შინაგანი ფორია კი არ გაქვს, არ გაქვს ტანჯვის შეგრძნებები, არ გაქვს ის იმაზე ფიქრის დარდი, რომ ეხლა ეს არ მეყოფა, ანუ ფინანსურს გულისხმობ, ახლა ის გადასახდელი მაქვს, ახლა ის უნდა გავაკეთო, ახლა ეს, ანუ ესეთი ფიქრები არ არის იქ მეხუთეში, ანუ მაგიტომ გულისხმობ, მენტალურად არის ძალიან დიდი სამუშაო გასაწევი იმისთვის, რომ იქ გადახვიდე.
კიდე რა არ არის? ანუ ეს დესტრუქციული რაღაცები არ არის, ფინანსური პრობლემა არ არის. ანუ აქედან გამომდინარე, როცა იცვლება შენი მენტალობა, იცვლება შენი ვიბრაციები, ანუ ხო, სხეული. სხეულზეც იქნება საჭირო მუშაობა, იმ მხრივ რომ კვება იქნება ძალიან შესრული, არ იქნება არაფერი ეს მსუყე და მძიმე საკვები არანაირად, ვინც ამით იკვებება ის ანუ ფიზიკურად ვერ გადავა მეხუთეში. კიდე რა არ არის მეხუთეში, ხო, ფიზიკური სხეული, მენტალური, ეს ხო სულიერება უნდა იყოს აუცილებლად, შემოქმედება თავისთავად, შემოქმედება იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაღაცა ანუ უნდა ხატო, ანუ წერო, ან პოეტი იყო, ან რაღაცა. არა, ნებისმიერი რაღაცა, რასაც შენ ქმნი. შენი მენტალობით, შენი ხელებით, შენი ყველაფრით. თუნდაც იგივე ტრენერი ხარ რაღაცა იოგის, ან მასწავლებელი ხარ რაღაცას ასწავლი. ანუ შენ თვითონ ქმნი, შენ ხარ ცალკე და არ ხარ დამოკიდებული თქვათ ვიღაცა უფროსზე. არ მუშაობ სადღაც იმაში რა ქვია, არავის არ ვაკნინებ ახლა, ყველას თავისი ეტაპი აქვს გასავლელი და ყველა ეტაპობრივად მიყვება ყველაფერს, მაგრამ აი თუნდაც მარკეტში მუშაობა, ანუ ვიღაცის ქვეშ რომ მუშაობ, ვიღაცის დაქვემდებარებული რო ხარ, ის ადამიანი, ანუ ის მენტალობა, იმიტომ რომ იქ სხვანაირი მენტალობა, ის ვერ გადავა მეხუთეში. რა თქმა უნდა, ესეც იმ სულის არჩევანია, იმ ადამიანის არჩევანია, ანუ თავისუფალ ნებას არ ზღუდავს არავინ და არაფერი, არაფერი საერთოდ. შენი ნებით ხდება ყველაფერი. შენს ნებას აცხადებ, ეტაპობრივად გადადიხარ. არ აცხადებ, არ გინდა, კი ბატონო, ეგეც შენი ნება, ეგეც შენი არჩევანია, რჩები იქ, სადაც ხარ. ერთდროულად ბევრ თემას შევეხე ამ ვიდეოში. მოკლედ, თუმცა თუ დავფიქრდებით, ნელ-ნელა გაშლა, ანუ ბევრი გასაღებები და ბევრი კოდები და მინიშნებები დავტოვე, რომლის გაშლაც მე ნელ-ნელა შეიძლება კიდე ცალ-ცალკე. მოკლედ, საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა ესეთი რაღაცა, არ აქვს მნიშვნელობა ნათესავ სულთან ხარ, იმ ღვთაებრივ პარტნიორთან ხარ, შენ ტყუპ სულთან ხარ, იმ არხატთან ხარ თუ მაგერანთან ხარ, ანუ იმ წყვილის დასახელებას, ანუ ამ სახელის მიიჭებას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია შენ როგორ გრძნობ თავს. კარმული არ ითვლება ამაში, იმიტომ რომ კარმულთან ნებისმიერ შემთხვევაში არ ხარ კარგად. დანარჩენ შემთხვევაში ნათესავი სულია, ტყუპი სულია, ღვთაებრივი პარტნიორია თუ რაც არის, თუ შენ თავს გრძნობს, ანუ ორივე ადამიანი თუ კარგად გრძნობს თავს, ესე იგი ის არის იქ საჭირო იმ მომენტში, იმ დროს ესეა საჭირო, თუ კარგად ხარ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ კარგად ხარ, თუ კარგად არ ხარ, ესე იგი ის არის კარმული პარტნიორი და იქ უნდა დასრულდეს ის ურთიერთობა ყველა შემთხვევაში. დანარჩენი ყველაფერი კაია.